სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ყოვლად უსამრდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, შობის წინა კვირას, ასე ეწოდება დღევანდელ დღესასწაულს. შობამდე, შობის წინ ორი კვირა დღე ეძღვნება ძველი აღთქმის მამათმთავრების, წმინდა მამების და ყველა იმ ღვთივსათნო ადამიანის ხსენებას, რომლებიც სათუთად ინახავდნენ გადმოცემას სოფლის მხსნელის მოვლენების შესახებ, იყვნენ ერთგულნი აი ამ აღთქმისა და თავიანთი სიცოცხლე გაიღეს იმისთვის, რომ მესია შობილიყო ამ ქვეყნად. შეგვეწიოს მათი ლოცვები და მათი მადლი. ჩვენ სულ მალე ვიზეიმებთ შობის დიდებულ დღესასწაულს. რა ადვილია ამ სიტყვების თქმა, შობა ქრისტესი. მაგრამ რა დიადი აზრია ამ სიტყვებში. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე მეტი, რა უნდა მომხდარიყო დედამიწაზე, რომ თვით ღმერთი მოევლინა კაცობრიობას როგორც ადამიანი. მას ელოდნენ, მის მოსვლისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ ეგონათ, რომ იგი მოვიდოდა ამ ქვეყნიური დიდებით, ძლევამოსილებით, მაგრამ იგი მოვიდა სიმდაბლით, ღარიბულ გარემოში, იშვა ბაგაში და ვინ შეიტყო მის შესახებ? მხოლოდ და მხოლოდ ყოვლადწმინდა ქალწულმა, წყემსებმა, სამმა მოგმა აღმოსავლეთიდან, მეტი არავინ. ხალხი მრავლად იყო იქ, მაგრამ ვერ იცნეს, ვერ გაიგეს, ვერ შეიტყვეს. და აი ჩვენ სულ მალე მიულოცავთ ერთმანეთს შობის დღესასწაულს. გაიშლება საშობაო სუფრები, როგორც ყოველთვის ერთმანეთს ვაჩუქებთ, საჩუქრებს, ისევ მორთული იქნება ნაძვის ხეები ჩვენ სახლებში, ვიღაცას ანთელს დაანთებს ფანჯარასთან, ესე გარეგნულად ლამაზად იქნება ეს დღე მორთული, ძალიან ტრადიციულად. მაგრამ რა იქნება ჩვენს გულებში, ჩვენს სულში? ვინ შეიცნობს იესო ქრისტეს? ვინ შეიყვარებს მას? ვინ მიიღებს მის სიტყვას? ვინ შემოუშვებს მას თავის გულში იმისთვის, რომ მასთან ერთად იცხოვროს? აი შობის დღეს ყოველი ადამიანის გული ხომ იმ ბაგად იქცევა, სადაც ჩვილი იესო დააკაკუნებს თავის ყოვლადწმინდა დედასთან ერთად. და გაუღებთ ჩვენ კარს, გულის კარს, მას შემოვა ის ჩვენს გულში და რაც თავარია, რას ნახავს იქ. აი ამაზე უნდა ვიზრუნოთ ძვირფასო ძმებო და დებო დღეს. ვემზადებით შობისთვის, უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა ამ დედამიწაზე
მშვიდობა, სიყვარული, სულის სიწმინდე. და აი მას შევეგებოთ მას და შევხვდეთ ჩვენს მშვიდობით, სიყვარულით, სულიერი სიწმინდით. ვეცადოთ მოვიპოვოთ ეს თვისებები. იმიტომ რომ ძალიან ბევრია იმის შესაძლებლობა ამისთვის ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გარშემო. და ვევედროთ უფალს შეგვეციოს, რომ ამ ახალ წელიწადს ჩვენ ეს შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ და ეს თვისებები მოვიხვეჭოთ. დღეს ჩვენ აღნიშნავთ კიდევ ერთ ძალიან სასიხარულო დღეს. დღეს გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაბადების დღე. მას შეუსრულდა 93 წელი. მინდა თქვენთან ერთად შვილებრივი სიყვარულით, გულითადად მიულოცო მას დაბადების დღე. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიზეიმეთ ასევე მისი აღსაყდრებიდან 48 წლისთავი და აი შობის წინა დღეებში ამ ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა გვავსებს ჩვენ განსაკუთრებული სიხარულით და მადლიერებით მისი უწმინდესობისა და უნიტარესობისადმი. რადგან მისი მამათმთავრული მსახურება შეიძლება ითქვას, რომ ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს ჩვენ ძვირფასო მეუფეო, ძვირფასო მამებო და ძმებო და დებო, მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას მიმყვანებელს წმინდა ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი იესო, სოფლის შემოქმედი და მაცხოვარი და ეს ჭეშმარიტი გზა არის ღვთის დიდების, კაცთა შორის სათნოების, ქვეყანასა ზედა მშვიდობის გზა, რაზეც გალობდნენ წმინდა ანგელოზები შობის ღამეს. კიდევ ერთხელ ულოცავთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას დაბადების დღეს. ღმერთმა ინებოს მისი ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ღვთის სადიდებელად და ჩვენი ერის გასაძლიერებლად. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს დღევანდელ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ბედნიერი შობა და ბედნიერი წელიწადი მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ.